უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის იყო ძალიან დიდი მონოპოვარი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ძალიან კარგად მახსოვს როგორც გვიხაროდა ყველას. იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იმისათვის რომ წავიდნენ თავისუფლად და იაფად იარონ ევროპაში, ნახონ როგორია სხვა ცხოვრება, სხვა კულტურა, გაიცნონ სხვადასხვა ადამიანები, უფრო მეტი ხელმისაწვდომობა სწავლაზე და ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებებზე, მაგრამ ახალგაზრდების გარდა ეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეკუთვნის. უვიზო მიმოსვლა იყო შესაძლებლობა ფანჯარა განვითარებული სამყაროსკენ. და ამის გაუქმება გამოიწვევს ძალიან ბევრ უკან გადადგმულ ნაბიჯს. პირველ რიგში უვიზო მიმოსვლის გაუქმება კიდევ უფრო დიდი ხნით და უფრო მძიმედ შეაფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას. რაც კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ხედავთ კარგად, ისაც რამ მდგომარეობაშია ნებისმიერი სოციალური სერვისები, თუ განათლება, თუ მედიცინა, თუ ასე შემდეგ, უსაფრთხოებაც, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, უმცირესობების უფლებები და ასე შემდეგ. ჩვენს ქვეყანასაც ყველაფერი ძალიან ჭირდება, იმიტომ რომ ისედაც ოდითგანვე ვართ დასავლური კულტურის წარმომადგენელი ერი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დავბრუნდეთ ამ დასავლურ ოჯახში და ვიყოთ იქ, საიდანაც მოვდივართ და სადაც საჭიროა და სადაც მართლა არის ჩვენი ადგილი. მე პირადად ძალიან მეშინია ამის, ძალიან არ მინდა რომ ეს ასე მოხდეს და ვფიქრობ რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა დაფიქრდეს ამაზე, იმიტომ რომ აი ამ შენობაში მოღვაწე ადამიანები თვითონ ყოველთვის ივლიან ევროპაში, თავიანთ შვილებს აუცილებლად მიცემენ განათლებას ევროპულ ქვეყნებში, სამედიცინო მომსახურებასაც აუცილებლად იქ მიიღებენ, მეტიც შოპინგზეც კი იქ წავლენ და მათი ვალუტა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება. და ეს არ იქნება ჩვეულებრივი რიგითი თითოეული მოქალაქისთვის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქე დაფიქრდეს თუ რა პროცესში იმყოფება დღეს საქართველო და რამდენად მნიშვნელოვანი არის კარგად გავიაზროთ და ხმა ავიმაღლოთ, სანამ ძალიან გვიან არ არის. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, როგორც გითხრა მზია ამაღლობელმა და აქვე ვახსენებ აუცილებლად მედიის თავისუფლებაზეც აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, ეს არის არ ვიცი მართლა მედია თუ ჩაქრა, რასაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ძალიან ცდილობს, არ ვიცი მართლა დაბნელდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მედია არის ერთადერთი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და სანდო რამ, რაც დღეს რის იმედიც გვაქვს თითოეულ მოქალაქეს. ამიტომ არც მედია არ უნდა ჩაქრეს, არც უვიზო მიმოსვლა არ უნდა გაუქმდეს და ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ევროკავშირში.